პირადი ჩხრეკა როგორც შეურაცხყოფის დამცირებისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფორმა. ქალები, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ამგვარი პროცედურის გავლა მოუწიათ, შემზარავ ისტორიებს ყვებიან, როგორც საცხოვრებელ სახლებში, ასევე პოლიციის განყოფილებებში ჩხრეკის დროს მათ აიძულებდნენ გაშიშვლებას, როცა ამისი აუცილებლობა არ არსებობდა, ასევე აიძულებდნენ დამცინავი და უკონტექსტო პროცესის გავლას. ცალკე და არანაკლებ მძიმე ისტორიაა პოლიციის წარმომადგენლების უცენზურო და ბილწი ლექსიკა საპროტესტო აქციების მონაწილე ქალების მიმართ. ირაკლი ბახტაძე გაეცნო ამ მძიმე ისტორიებს და ის განაგრძობს თემაზე საუბარს. ირაკლი გისმენთ. ღირსების შემლახავი მოპყრობა, არაჰუმანური მიდგომა და სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება ეს ის ბრალდებებია, რაზეც საუბრობენ სამოქალაქო აქტივისტები და ის ადამიანები, რომლებიც ბოლო პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სხვადასხვა საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქეები ერთმანეთის მიყოლებით ყვებიან თუ როგორ ექცეოდნენ დაკავების იზოლატორში და ასევე საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მათ ჩვენ რამდენიმე საათის წინ ჩავწერეთ ერთ-ერთი ქალი, რომელიც ღიად საუბრობს იმ არაადამიანურ მოპყრობაზე, რომლის სამიზნეც ის დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში გახდა. მთავარ არხთან ერთ-ერთი დაკავებული ქალბატონი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ედავება, ამბობს იმას, რომ ის დააკავეს უпростоრეთ რესტორან ბაბილოსთან, როდესაც მოსამართლეები საახალწლო ღონისძიებისთვის ემზადებოდნენ და ის გადაიყვანეს თბილისის მთავარ სამმართველოში, სადაც სამართალდამცველები მას სრულად გაშიშვლებას აიძულებდნენ. როგორც ქალი ჩვენთან საუბარში ყვება, დაკავების ოქმის შედგენის შემდგომ ის გადაიყვანეს დროებითი მოთავსების სამედიცინო ოთახში, სადაც პოლიციელები აიძულებდნენ, რომ მას სრულად გაეხადა ტანისამოსი და უხსნიდნენ, რომ ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი კანონი, როდესაც ქალბატონი მას წინააღმდეგობას უწევდა, ასეთ შემთხვევაში ისინი ეუბნებოდნენ, რომ ის არ ღვევდა კანონს და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში სამართალდამცველებს შეეძლოთ, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაკავებული პირი სრულად გაეშიშვლებინათ. ეს არ არის ერთადერთი დაკავებული პირი, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე საუბრობს. რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, ჯგუფ დაიტოვეს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რომელიც ამბობს, რომ მის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე დღის წინ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შემდგომ იქ მყოფი სამართალდამცველები მასსაც სხვა დაკავებულების მსგავსად აიძულებდნენ სრულად გაშიშვლებას. ეს არის ის ფაქტები, რაზეც რეალურად საუბრობენ დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები და ის ადამიანები, რომლებიც ბოლო პერიოდში ბიძინა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს ქუჩაში აპროტესტებენ და პრინციპში ამ საჯარო ინფორმაციის შემდგომ უკვე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა წესით უნდა დაიწყოს გამოძიება იმ სამართალდამცველების მიმართ, რომლებმაც სავარაუდოდ უფლებამოსილებას გადაამეტეს, თუმცა როგორც ჩვენ გვაქვს ამ დროისთვის ინფორმაცია, ჯერჯერობით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არც ერთ შემთხვევაზე ფორმალური გამოძიებაც კი არ დაუწყია. 12 იანვარს რესტორან ბაბილოსთან ვიყავი მოსამართლეების ცნობილი ზეიმის გასაპროტესტებლად და იქ დამიჭირეს მე. შემდეგ გადამიყვანეს დიღმის მესამე იზოლატორში. ცალკე ოთახია, სადაც ისედაც შედიხარ და სადაც ვთქვათ თავიდან ჯერ კაც პოლიციელებთან ერთად იკითხები, გიღებენ ფოტოებს, იღებენ შენას ანაბეჭს. შემდეგ გავიდა ეს კაცი პოლიციელი ოთახიდან, დარჩა მხოლოდ ქალი პოლიციელი და ექიმი, რომლებიც გთხოვენ, რომ მის თანდასწრებით გაიხადო, სრულიად გაიხადო და შემდეგ ხდება ტანსაცმლის, გახდილი ტანსაცმლის დეტალური შემოწმება. მიზეზი არის ეს, რომ ეს არის პროცედურა, ეს არის წესი, რომ თითქოს სრულიად შეგამოწმოს შიგნით რამე არ შეიტანო. პირველ რიგში ჩემს სახლში შემოვიდა ორი ქალი პოლიციელი, ვინც პირადი ჩხრეკა ჩაატარა და ეს იყო პირველი ფსიქოლოგიური ძალადობა ჩემზე, როცა მითხრეს, რომ ტანსაცმელი სრულიად უნდა გავიხადო. კი, ექიმთან ნამყოფი ვარ, მაგრამ სისტემის უსამართლობა როცა გაშიშვლებს, ბევრად უხერხულია და უსამართლობისგან ყველაფერი გეწვის. ბოლოს რაც მოხდა, ეგ ყველა მიცით. დედაჩემზე იძალა და ვიღაც მოქალაქემ. დიახ, ბატონო გიორგი, მოქალაქე ხართ. იმიტომ რომ პოლიციელი არ ეუბნება ადამიანს. წამომყევი განყოფილებაში არ მინდა უშნო რაღაცეები ვაკეთო.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდგომ ყოფილი სახალხო დამცველები მოუწოდებენ შესაბამის საგამოძიებო უწყებებს, რომ დაინტერესდნენ ამ ფაქტებით, რადგან საჯაროდ ალაპარაკდნენ უკვე ქალები პოლიციელების მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. მაგალითად, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ პრინციპში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დაკავებული პირები სამართალდამცველების მხრიდან მსგავს ქმედებებზე საუბრობენ და შესაბამისად ახლა ყოფილი უფლებადამცველებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოახდინოს იმ პოლიციელების იდენტიფიცირება, რომლებიც როგორც დროებითი მოთავსების იზოლატორში, ასევე საგამოძიებო მოქმედებების დროსაც უფლებამოსილებებს ამეტებდნენ. გაეროს და ევროსაბჭოს სტანდარტებით სხეულის სრული გაშიშვლება და სხვადასხვა მოქმედებების დავალების შესრულება ქალის მიმართ განსაკუთრებით უტოლდება ღირსების შემლახავ მოპყრობას და არის აკრძალული. მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს თქვათ ეჭვები ან დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ შეიძლება ადამიანს სხეულში რამე აკრძალული ნივთი ჰქონდეს, უთხარით უარი მსგავს პრაქტიკაზე. იმიტომ რომ თქვენ გააქვთ უფლება რომ არ დაემორჩილოთ ამ მოთხოვნას და მათ არ აქვთ უფლება რომ დაგავალონ გაშიშვლდეთ მთლიანად და ჩაატაროთ სხვადასხვა მოქმედებები. დარღვეული იყო პრაქტიკულად ყველა ის პროცედურული უფლება, რომელიც მოქალაქეებს გააჩნიათ, მათ შორის პირადი უსაფრთხოებიც, მათ შორის პირადი ცხოვრების და შემდეგ, ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ პოლიციის საქმიანობის უკან იყო რაიმე კონკრეტული ინფორმაცია, რაიმე კონკრეტული შეიძლება ითქვას, რომ რაღაც ინფორმაცია, რაიმე ესეთი გადაუდებელი და მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც სწორედ ამ მეთოდების გამოყენებას გულისხმობდა. არაადამიანური მოპყრობა, ცემა, დამცირება და ღირსების შემლახველი ფაქტები, ეს არის ის ბრალდებები, რაზეც ღიად საუბრობენ სხვადასხვა სამოქალაქო აქტივისტები და ის ადამიანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დააკავეს. ახლა ჯერ ისტორიც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზეა დაინტერესდება თუ არა იმ ფაქტებით, რომელზეც ღიად საუბრობენ მოქალაქეები და რომლებიც ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა უფლებამოსილებებს გადაამეტეს, როგორც მათი დაკავების დროს, ასევე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროსაც.